ისევ შეფასებების თემაა საქართველოში გერმანიის ელჩის საქმე, როგორც ცნობილია, პარტიის ალტერნატივა გერმანისთვის საპარლამენტო ჯგუფმა გერმანიის მთავრობას საქართველოში გერმანიის ელჩთან პიტერ ფიშერთან დაკავშირებით კითხვებით მიმართა. შესაბამისი დოკუმენტი ბუნდესტაგის ვებგვერდზეც გამოქვეყნდა. პარტიაში ინტერესდებიან მართალი არის თუ არა, რომ საქართველოში გერმანიის ელჩმა ფიშერმა ქართველი ოპოზიციონერი ლიდერისგან მამუკა ხაზარაძისგან ძვირადღირებული ქონება იქირავა. ბოლო 10 კვირის განმავლობაში ასევე ინტერესდებიან რომელ ოპოზიციურ ჯგუფებს შეხვდა ფიშერი და რა კონკრეტული მიზეზებით და მიზნებით. აქცენტი ასევე გაკეთებული თუ რამდენად შეესაბამება საქართველოს ოპოზიციურ ჯგუფებთან ან ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან შეხვედრებით დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დებულებებს. აღნიშნული დოკუმენტი 13 ოქტომბერს გამოქვეყნდა. კითხვები აქვს რუსულ სპეცსამსახურებს და რუსული სპეცსამსახურები სვავენ ამ კითხვებს საქართველოში ქართული ოცნების გავლით და ზუსტად იგივეს აკეთებს რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი და რუსეთის გავლენის ფაქტიურად აგენტი ეგრეთ წოდებული პარტია AfD გერმანიაში. ეგ არის ამბავი. მარტივი აი რაც მოყევით, მაგ ამბის ნამდვილი მხარე არის ეგ. რუსული სპეცოპერაცია არის სინამდვილეში, მაგ კითხვის დასმაც იქ. თორე რა ვიცი ხა თუ ვინმეს რამე უკანონო გონია ამ პროცესში, თუ ვინმე თulis რომ იქ რამე დანაშაულს ჩადის, ვინმე ეს აღმოფხრილი იქნება ეს დანაშაული ქართული ოცნების მიერ, ხო? არ არის ასეთი დანაშაული. პიტერ ფიშერი გახდა ივანიშვილის პროპაგანდისტული მანქანის სამიზნე იმის გამო, რომ ის ითხოვს იმას, რასაც ჩვენ თანამოქალაქეები ითხოვენ. პოლიტპატიმრების გათავისუფლება, თავისუფალი სამართლიანი არჩევნები. აი ამის გამო არის სამიზნე ივანიშვილის გერმანიის ელჩი და ცხადია გერმანიის ელჩი ვინ იქნება, ეს უნდა გადაწყვიტოს გერმანელებმა და ჩვენ რა თქმა უნდა მხარს უჭერთ მათ გადაწყვეტილებებს. და არ გვაქვს არათუ შეკითხვები, არამედ პატივს ვცემთ მათ გადაწყვეტილებებს. ელჩს არა მხოლოდ ის ევალება, რომ არ ჩაერიოს პოლიტიკაში და პოლიტიკურ განცხადებები არ აკეთოს და არ გაცდეს ვენის კონვენციის მოთხოვნებს და დიპლომატიურ ეტიკეტს, არამედ მისი ვალდებულება არის, რომ ორ ქვეყანას შორის, საიდანაც ის არის და სადაც არის ქვეყანაში, დაამყაროს მეგობრული ურთიერთობები. და სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ, რომ ანტისახელისუფლებო, ანტისახელმწიფოებრივი და კანონსაწინააღმდეგო აქციებს ახალისებდა ელჩი გერმანიიდან და არა მხოლოდ ახალისებდა პოლიციელს, რომ ფიზიკურად დაუპირისპირდა იმ ადამიანის სასამართლო პროცესზე მის მხარდასაჭერად მივიდა. ლოგიკურია და შეიძლება ითქვას ამ შემთხვევაში სამართლიანიც საკანონმდებლო ორგანოდან, გერმანიის საკანონმდებლო ორგანოდან ასეთი კითხვების არსებობა გერმანიის ელჩის მიმართ. ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ ეს კონკრეტული ელჩი პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში, რაც არის ვენის კონვენციის დარღვევა, რაც არის ყველა სტანდარტის დარღვევა და ძალიან კარგია, რომ ყველაზე რეიტინგულმა გერმანულმა პარტიამ გამოხატა ინტერესი ამ ყველაფრის მიმართ. უნდა ველოდოთ მოვლენების განვითარებას. დანარჩენი ყველაფერი არის აბსოლუტურად ცხადი, არ შეიძლება ელჩი ასე იქცეოდეს იმ ქვეყანაში, სადაც ის წარმოადგენს საკუთარ სახელმწიფოს.